მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაპირებისამებრ პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ბატონ ალექსანდრე ლომაიას. მოგესალმებით ბატონო კახა. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დატვირთული დღის შემდეგ გამონახეთ დრო და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მე ტელემაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 791 და მინისტრს დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა. და დავიწყოთ იმით, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი დაიწყო გორის შემოსასვლელში მამარდაშვილის ბიუსტის გახსნით. როგორც მოვლენა, როგორ შეაფასებს ამას მინისტრი? მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ცდილდება ერთი ქანდაკების ან სკულპტურის გახსნას. თვითონ მერაბ მამარდაშვილის მასშტაბი, ამ ფიგურის მასშტაბი არ იყო ჯეროვნად შეფასებული 80-იან წლების ბოლოს, 90-იან წლების დასაწყისში ქართული საზოგადოების ნაწილის მიერ. მაგრამ ძალიან სასიხარულოა, რომ გორის საზოგადოებამ დღეს გადაწყვიტა, რომ პატივი მიაგოს მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქართველ მოაზროვნეს, რომელიც შეუვალი ავტორიტეტით არსებობდა, სარგებლობდა მისი თანადროული ფილოსოფიური, ევროპული ფილოსოფიური წრეებში. რაზეც საუბრობდა, რისკენაც მოგვიწოდებდა მერაბ მამარდაშვილი, ეს იყო ისეთი ღირებულებები, როგორც არის პიროვნების თავისუფლება, მისი პასუხისგებლობა წარსულის არყოსა და მომავლის წინაშე, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კრიტიკული აზროვნების უნარი, ყველა ეს ღირებულება და ყველა ეს მოწოდება ძალიან აქტუალურია დღეს, როდესაც მართლაც შენდება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის მოქალაქეები სწორედაც რომ უნდა იყვნენ კრიტიკულად და დამოუკიდებლად მოაზროვნენი, ამიტომ ეს ფაქტი, რომ სწორედ დღეს ადგილობრივმა საზოგადოებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს, რომ პატივი მიაგონ ღირსეულ შვილს, გორისას და საქართველოს ღირსეულ შვილს, ეს მეჩვენება რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ. და მას შემდეგ რაც გაიხსნა ბიუსტი, თქვენ გაემგზავრეთ იაკობობის დღესასწაულზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში. რა სახის ღონისძიებები ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში დღეს? დღეს გაიმართა იაკობობა, რომელიც ერთდროს ტრადიციული ზეიმი იყო, შემდეგ თითქმის 10 წლის განმავლობაში არ აღინიშნებოდა, შარშან აღდგა ეს ზეიმი და წელს ჰქონდა გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი. იქ იყო წარმოდგენილი ყველა საკრებულო რაიონის, ყველა თავისი პატარა წარმოდგენით მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ზოგიერთმა სცენები დედაენის სიუჟეტებზე, იაკობის სიუჟეტებზე, იყო სიმღერები, იყო ლექსები, ყველას უნდოდა რომ წარმოეჩინა საკუთარი სოფელი საუკეთესო მხრიდან. მე მინდა გითხრათ, რომ უკლებლივ ყველას ეს ძალიან კარგად გამოუვიდა. თქვენ ყოველთვის ყოფილი დარჩით დღევანდელი დღით, ისინი ცდილობდნენ სხვათა შორის ემზადებოდნენ იმისთვის, რომ მინისტრს რამდენად მოეწონება ჩვენს მიერ გამართული ღონისძიებები. და რამდენად შემცნობილია გაიხსნა სკოლა და მუზეუმიშიც მიყავთ ხო თქვენ? ჩვენ მოვინახულეთ იაკობის მუზეუმი, ბუნებრივია და შემდეგ ალბათ გვირგვინი დღევანდელი დღის იყო პრაქტიკულად ახალი სკოლის პრეზენტაცია, ის სკოლა სოფელ ვარიანში, რომელიც იყო პრაქტიკულად დანგრეული. საზოგადოებას მოეხსენება, გორის საზოგადოებას, იაკობის მშობლიურ სოფელში ჩვენ გვქონდა სკოლა, რომელსაც პრაქტიკულად მხოლოდ კედლებიღა იყო იატაკები, შიდა კედლები მთლიანად ჩამონგრეული და შესაძლებელი გახდა ძალიან მოკლე დროში ეს სამინისტროს პროექტი იყო აღდგენა და იმ იერსახის მიცემა, რომელიც არის დღეს, მართლაც ანათებდა ეს სკოლა. კეთილმოწყობილი აბსოლუტურად ინვენტარს რაც შეეხება ეს მთლიანად ადგილობრივმა ხელისუფლებამ, პრეზიდენტის უზრუნებულმა უზრუნველყო და დღეს იყო მართლაც ესეთი ზეიმი დამსწრე საზოგადოება, მართლაც ძალიან ესეთი საბეჭდილების ქვეშ, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სკოლა, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში, ეს არის კეთილმოწყობილი როგორც შენობა შიგნიდან, ასევე არის ორი არაჩვეულებრივი თანამედროვე სპორტული მოედანი, საკალათბურთო და საფეხბურთო სტადიონი, რომელიც შეიძლება სხვათა შორის ისეთ თავმომწონე გუნდებსაც გამოადგენს.
გასაგებია. და ნუ არ შეიძლება არ ვისაუბროთ თავისთავად ცხადია იმ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც ჩვენ რეგიონის მოსახლეობისთვის თავისთავად ცხადია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. რამდენად აი შიდა ქართლის რეგიონმა განსაკუთრებით თუ შეიძლება ითქვას, რომ ან განსაკუთრებით მტკივნეულად ან განსაკუთრებით ადვილად მიიღო ეს რეფორმები, რაც განათლების სამინისტროში გატარდა. პირველ რიგში სწორედ აი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ დღეს ალბათ რამდენიმე ათეულ პედაგოგს გავესაუბრეთ დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებზე და პირველი ჩემი კითხვა და ჩემი კოლეგის ბატონ თემურ სამადაშვილის მინისტრის მოადგილეს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ვარიანის სკოლის აღდგენას, იყო ეს ახალი ფინანსური სისტემა და გაზრდილი დაფინანსება, როგორ აისახა კონკრეტული პედაგოგების ხელფაზე და მათ შრომით ანაზღაურებაზე და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში იმ სკოლების ვის პედაგოგებს ჩვენ შევხვდით, ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა. ანუ ეს არის 80%-იანი ზრდა ანაზღაურების, არის 100%-იანი ზრდა სრული განაკვეთის პირობებში და ამასთან ერთად სკოლებმა ესე შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, სკოლებმა ტექნიკური პერსონალი აიყვანეს, ხო ერთ-ერთი დირექტორი იყვებოდა, რომ ერთი დარაჯი აღარ არის საკმარისი, მეორე დარაჯი აიყვანეს დამლაგებლები, ზოგმა ელექტრიკოსი, მოლარე, ანუ აი მხოლოდ იმ პატარა ქუჩაზე, სადაც თემები იყო და საკრებულოები წარმოდგენილი, მე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი გაჩნდა ახალი სკოლაში, სკოლას გაუჩნდა ფული იმისათვის, რომ სასკოლო განვითარება, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას დაუთმონ ყურადღება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თან ამასთან ერთად თუ შეიძლება დავამატებდი, რომ სკოლაში გაჩნდა პასუხისგებლობის გრძნობა აი ამ ფინანსურ მართვაზე, ანუ ძალიან ბევრი დირექტორი, პედაგოგი გვეუბნება, რომ ჩვენ უკვე ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ზედმეტად ნატურა არ ენტოს მაშინ, როდესაც არ არის საჭირო თქვათ მონკანები იყოს წესრიგში, რომ წყალი არ დაიხარჯოს, იმიტომ ყველაფერი ეს უკვე არის, ასე თქვა, სკოლის პასუხისგებლობა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ეს პასუხისგებლობის გრძნობა იმ დიდ დამოუკიდებლობასთან, რომელიც სკოლებს მიენიჭათ, მხოლოდ და მხოლოდ აისახება სასკოლო განათლების ხარისხის ზრდაზე. მაგრამ როგორც თქვენ განათლების რეფორმას სხვა ასპექტებიც აქვს და იმ პედაგოგებს შორის, რომელსაც თქვენ დღეს შეხვდით, თუ იყო რომელიც გაურკვევლობაში იყო, ან ქონდა რამე კითხვა, რომელზეც პასუხს ვერ იღებდა? კითხვა ჰქონდათ ძირითადად ასაკოვან პედაგოგებთან დაკავშირებით, თქვათ ასე უფრო ახალგაზრდა პედაგოგები კითხულობდნენ იმას, რომ თუ ექნებათ შესაძლებლობა ასაკოვან პედაგოგებს რომ გავიდნენ პენსიაზე და როგორც ისინი ბრძანებდნენ, რომ ახალგაზრდა თაობის პედაგოგებს მისცენ შესაძლებლობა მუშაობის. აქ ჩვენი პასუხი ცნობილია, ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ, არ უნდა ვუბიძგოთ ჩვენს პედაგოგებს ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ სახელმწიფო წლიდან წლამდე შეეცდება, რომ გაზარდოს პენსიები და აი ამ პენსიების ზრდის კვალდაკვალ უკვე შესაძლებელი გახდება და თვითონ ამ პედაგოგებისთვის უფრო ადვილი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა. ამასთან დაკავშირებით სხვა იდეებიც არსებობდა, თუ თქვენი სურვილი იქნება შემიძლია. ტელემაყურებელი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში, მოდით ჯერ იმას მოვუსმინოთ. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ბატონო მინისტრო. გამარჯობა. რა გიძება? თუ შეიძლება კითხვა არის მის ოდნავ მოსცილდით ან დაუწევთ ტელევიზორს. და მილში ვაუჩერების თანხა ყოფნის მხოლოდ პედაგოგების ხელთან. ეკნება თუ არა შეიძლება სამინისტროსგან ასეთ სკოლას. კითხვა გაიმეორეთ თუ შეიძლება ცუდად ისმის. მოგესალმებით ბატონო მინისტრო. გამარჯობა. შეკითხვა მაქვს თქვენთან. რამედი ეწევა ისეთ მცირე კონტინგენტიან სკოლას, რომელიც 7 კილომეტრით არის დაშორებული მეზობელი სოფლის საშუალო სკოლასთან და მისი ვაუჩერების თანხა ყოფნის მხოლოდ პედაგოგების ხელთან. გავიგე. გავიგე. გასაგებია. გავიგე. კითხვა.
საკმაოდ ტიპიური კითხვა არის მცირე კონტინგენტიან სკოლებს შეეხება. შეიძლება იყოს საუბარი 50 მოსწავლეიან სკოლაზე ან უფრო მცირე სკოლებზე. ჩვენ ვაანალიზებთ ასეთ ამ ვითარებას და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთი გადაწყვეტილება იქ სადაც შეუძლებელი არის ამ სკოლის შეერთება სხვა სკოლასთან, მაგალითად ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს რელიეფი ან კლიმატური პირობები. იქ ჩვენ განვიხილავთ, ჩვენ გვაქვს სარეზერვო ფონდი, ვიცოდით რომ ასეთი სკოლები გვექნებოდა. სარეზერვო ფონდი და ამ სარეზერვო ფონდებიდან დავაფინანსებს სკოლებს. კერძოდ იქნება ან ვაუჩერის გაზრდა კონკრეტულად ამ ტიპის სკოლებისთვის. იქ სადაც შესაძლებელია სკოლის გამსხვილება, იქ უმჯობესი არის რომ ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გამოვნახოთ ავტობუსის გამოყოფის შესაძლებლობა, რომელიც დილით მოსწავლეებს წაიყვანს უფრო მრავალკონტინგენტიან სკოლებში საღამოს ჩამოიყვანს. ამით ჩვენ გავაძლიერებთ სკოლას, ანუ შევქმნით უფრო ძლიერ მრავალრიცხოვან სკოლას, სადაც უკვე გამოყოფილი დაფინანსება იქნება საკმარისი არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაზრდილი, მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასები გავცეთ, არამედ იმისათვისაც, რომ დარჩეს კიდევ ფული სასკოლო გარემოს გასაუბრებლად. გასაგებია. და ერთ-ერთი საინტერესო თემა რაიონული განყოფილებები, რამდენად ცნობილია თვითონ სკოლას ახლა უშუალოდ შეხება იქნება სამინისტროსთან. ემუქრება თუ არა რაიონულ განყოფილებებს გაუქმების საფრთხე? რაიონული განყოფილებები ამ სახელწოდებით აღარ იარსებებს, მაგრამ შეიქმნება რესურს ცენტრები. ეს არის ჩვენ დაახლოებით 25-30 სკოლაზე ერთი რესურს ცენტრი. ეს არის ასეთი პატარა შეიძლება 3-დან 5 თანამშრომლამდე ტერიტორიული ორგანო სამინისტროსი, ძალიან კარგად აღჭურვილი ტექნიკურად ისეთი თანამშრომლებით, რომელსაც ჩვენ ავიყვანთ ღია კონკურსის წესით. შეიძლება ზოგიერთი მათგანი იყოს აღმოჩნდეს ყოფილი თანამშრომელი, ზოგიერთი ალბათ იქნება ახალი და შეიძლება რაც მთავარია ფუნქცია განათლების განყოფილის. ისინი აღარ იქნებიან ზედამხედველები სკოლის, იმიტომ რომ სკოლა თვითონ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის უკვე დამოუკიდებელი. ანუ მათი ფუნქციები რა იქნება? რესურს ცენტრის ფუნქცია არის კონსულტაციის გაწევა, რეკომენდაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება სკოლისთვის. მთელ რიგ საკითხებზე, როგორც არის ფინანსები, ბიუჯეტის შედგენა, კონტრაქტები ტექნიკურ პერსონალთან, მასწავლებლებთან, სასწავლო გეგმები, სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ტიპის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ რეგიონულ ან სახელმწიფო დონეზე სხვადასხვა საგნებში. ეს და სხვა ფუნქციები იქნება სწორედ ანუ კონსულტანტი, მრჩეველი, ხელშემწყობი სკოლის და არა მაკონტროლებელი და ადმინისტრაციული ფუნქციები ადგილობრივ ორგანოებს არ ექნება ჩვენ აი ამ რესურს ცენტრებს. ამ რესურს ცენტრების გასამართავად, აღსაჭურვად ჩვენ გვაქვს ჩვენ მოვიპოვეთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარება. ეს არის გრანტი და ვფიქრობთ, რომ უახლოეს წელიწად ნახევარში ჩვენ თლიანად დავაკომპლექტებთ, ანუ შევქმნით ამ რესურს ცენტრებს. ხელფასებიც იქნება ნორმალური. ისეთი ხელფასი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი, ანუ იურისტი, ფინანსისტი და რა თქმა უნდა პედაგოგი. და მთლიანობაში ეს სისტემა იქნება, ანუ სკოლა, რესურს ცენტრი, რომელიც ინფორმაციას ავრცელებს, კრებს, ესეთ საკონსულტაციო დახმარებას უწევს და სამინისტრო როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და აი ეს სისტემა მთლიანობაში იქნება აწყობილი სწორედ აი ამ ადგილობრივ. თუ რამე პრობლემა აქვს სკოლას, მან უნდა მიმართოს ამ ახლად ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას თუ უშუალოდ სამინისტროს უნდა კონდეს? იცით, პრობლემას გააჩნია. თუ ეს არის ანუ უშუალოდ სამინისტროსთან მიმართვა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება ძირითადი პოლიტიკის საკითხებს, შეიძლება იყოს მოსაზრებები, გამოცდილება, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ყველა გამოცდილება არის ღირებული. პოზიტიური იმისათვის, დადებითი იმისათვის, რომ სხვაგან გავიმეოროთ და უარყოფითი იმისათვის, რომ ვთქვათ, ერთი და იგივე ფოცხს არ დავაბიჯოთ ორჯერ. აი სტრატეგიული საკითხები, რომელიც შეეხება მაგალითად,
თქვენ ისე ჩვენ რეგულარულად ვატარებთ შეფასებებს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას ესეთ შეფასებები ჩატარდება კვლავაც რეგულარულად აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ხოლო რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს მაგალითად საბუღალტრო ანგარიშგების საკითხები და რაღაც კითხვები გაჩნდა კონტრაქტები ტექნიკურ პერსონალთან ეროვნული ამა თუ იმ სახელმძღვანელოსთან ამა თუ იმ პროგრამის სასწავლო პროგრამის სწავლებასთან დაკავშირებით ანუ მაქსიმალურად ყველა პრობლემა სკოლას რომელიც გაუჩნდება უნდა გადაწყდეს ადგილობრივ ეს არის ჩვენი დევიზი იშვიათ შემთხვევაში უნდა გახდეს საჭირო სამინისტროს ჩართვა სამინისტრო მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკის განსაზღვრის სტრატეგიით განსაზღვრით და არა ასე ვთქვათ ყოველდღიური მართვით ამ სკოლების ვინაიდან სკოლები უკვე თვითმმართველები ხდება დიახ კიდევ ერთი ტელემაყურებელი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში დიახ მოგესალმებით გამარჯობათ ბატონო მინისტრო გამარჯობათ სკოლამდელი აღზის მუშაკი ვარ თქვენ სახელზე წერილი გამოვაგზავნე თუ მიიღეთ და ერთი კვირაზე მეტია თუ ორი კვირა იქნებ კონკრეტულად გითხრათ რა კითხვა გაქვთ არა იქ ისეთ საკითხებს ვეხებით ყველაფრის თქმა არ შეიძლება და თვითონ ბატონო მინისტრი წაიკითხავს და ყურადღებას მოვაქცევს მაშინ კარგით ვინაობა სკოლამდელი აღზის მუშაკი და თუ მიიღეთ წერილი აი მაინტერესებს თუ გორიდან მესმის მაგრამ ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის დაახლოებით 500-მდე წერილი. არ შეიძლებოდა რომ ყურადღება. ბუნებრივი არც ერთი არ დარჩება უყურადღებოდა რეაგირების გარეშე, მაგრამ რადგან თქვენ არ გვინდათ რომ გაგვიფრთხილოთ. რის შესახებ იყო გამიჭირდება პასუხი. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის. და რაც შეეხება დირექტორის არჩევითობა. ეს პროცესი უნდა დასრულებული იყო იანვრის თვეში. სკოლებში, ჩვენს რეგიონის სკოლებში მაგალითად არის გაურკვევლობა, ეს შეიძლება გადაიდოს თქვა გაურკვეული ვადით კიდევ. ანუ სკოლების დირექტორები და ის ადამიანები, ვინც არიან კანდიდატები, რომ დირექტორები გახდნენ, გაურკვევლობაში არიან და რა ქმნის ამას? გაჭიანურდა თუ არა დრო და რა პრობლემა იყო? არა. კანონმა ზოგადი განათლების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო აპრილში და აპრილშივე მოაწერა პრეზიდენტმა ხელით, კანონმა განსაზღვრა, რომ არჩევნები უნდა დამთავრდეს 2007 სასწავლო წლის დაწყებამდე. ანუ მიმდინარე სასწავლო წელი და მთლიანად მომავალ სასწავლო წელი დაეთმობა არჩევნების ჩატარებას სკოლებში. ანუ ჯერ აირჩევა სამეურვეო საბჭოები და შემდეგ აირჩევა დირექტორები, ასე რომ არ გაჭიანურებულა საარჩევნო დებულება, რომლის მომზადებაც ევალება სამინისტროს მომზადებულია, გაგზავნილია უკვე სამინისტროებში. როგორც კი ის დამტკიცდება, ანუ დარეგისტრირდება იუსტიციის სამინისტროს მიერ, ჩვენ მაშინვე შეუდგებით უკვე არჩევნების ჩატარებას. პირველად თავდაპირველად ჩვენ ჩავატარებთ მსხვილ ქალაქებში, სადაც ინფრასტრუქტურაც უფრო ძლიერია კომუნიკაციებიც და შემდეგ მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში უკლებლივ ყველა სკოლაში, ანუ ზუსტად ისე როგორც ამას კანონი გვეუბნება 2007 წლის სექტემბერში 2007 წლის სასწავლო წლის დასაწყისისთვის ყველა სკოლას ეყოლება არჩეული სამეურვეო საბჭო და ეყოლება არჩეული დირექტორი. შეიქმნა ასე ვთქვათ გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ დირექტორის არჩევნებში, ის უნდა იყოს აუცილებლად იმ სკოლის წარმომადგენელი თუ უბრალოდ აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს იმის უფლება, რომ მივიდეს და მიიღოს მონაწილეობა. ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მას უნდა კონდეს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება. ისიც არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინც და მაინც პედაგოგიური უმაღლესი განათლება იყოს, თუ სხვა ყველა ღირსებასთან ერთად ის პედაგოგიც იქნა, ეს კარგია, მაგრამ ეს არ ზღუდავს. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი სკოლის დირექტორის არჩევნებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ის რომ არ უნდა შევიზღუდოთ მხოლოდ ამ სკოლის ნებავთ პედაგოგით ან მშობლით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ ჩვენ გვაქვს წარმატებული გამოცდილება სკოლის მართვის რომელიმე ერთ სკოლაში, უმჯობესი იქნება ალბათ რომ თქვათ ეს წარმატებული გამოცდილება გადავიტანოთ სხვა სკოლაშიც, სადაც ჩვენ არ ვართ კმაყოფილი თქვათ სკოლის მართვის ხარისხით. ასე რომ აი ესეთი მუდმივი განახლება რომელიც ხდება თვითონ სკოლის მიერ. ეს აღარ იქნება კარგად მოგეხსენებათ
სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იქნება სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს ასეთი განახლება ალბათ მხოლოდ და მხოლოდ წარდგება ჩვენს კავშირში. დიახ, გასაგები. კიდევ ერთი ტელემაყურებელი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ბატონო მინისტრო. გამარჯობა. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სასწაულისთვის, რაც ხენ მოახდინეთ საერთო ეროვნული გამოცდების ჩატარების სახით. და ერთი შეკითხვა მაქვს, თუ ნებას მოცემთ. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, უმაღლესი განათლების დიპლომის აკადემიური ხარისხი, რომელიც მოპოვებულია ამ კანონის ძალაში შესვლამდე, განსაკუთრებულია მაგისტრის მე შევეცდები გავცე პასუხი იმას, რაც მოვისმინე, საუბარი არის მე მგონი იმაზე, რომ 5 წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც თქვათ ახალი სისტემით არც საბაკალავრო არის, ანუ საბაკალავროზე მეტია და სამაგისტროზე ნაკლები თუ არის გათანაბრებული სამაგისტროსთან, დიახ. თუ ეს იყო კითხვა, უკაცრავად ვერ გავიგეთ ბოლომდე კითხვა, თუ ეს იყო კითხვა, მაშინ პასუხი დადებითი არის, ის გათანაბრებულია სამაგისტრო პროგრამასთან. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ, რომ აი ამ კითხვის ერთგვარი გაგრძელება შეიძლება იყოს მასწავლებელთა განათლების ცენზის განსაზღვრაში. ჩვენ ზუსტად ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული ხარისხი აქვთ ხელფასის დაანგარიშების ფორმულაში იმ მასწავლებლებს, ვინც განათლება მიიღეს შეიძლება 4 წლიანიც კი. სულხან-საბას პედაგოგიურ უნივერსიტეტში იმ პერიოდში, როდესაც მაგისტრატურა არ არსებობდა. ანუ ეს იყო მაქსიმუმი, რის შესაძლებლობაც მაშინ იყო, მაგრამ დღეს მაგისტრატურები არსებობს და ბუნებრივია დღეს უკვე თქვათ ეს გაიმიჯნა. ანუ საბაკალავრო ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგი იქნება და ფორმულაში მას შესაბამისი ანაზღაურება განესაზღვრება, სამაგისტრო აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგს განესაზღვრება უფრო მაღალი ანაზღაურება, მაგრამ იმათთვის, ვინც ეს განათლება მიიღეს მაშინ, როდესაც არ არსებობდა ეს ხარისხები, ეს გათანაბრებული არის სწორედ სამაგისტრო ხარისხი. დიახ, ზარი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ, ბატონო მინისტრო. მოგესალმებით. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ჩემი შვილი სწავლობს, უფრო სწორად დაამთავრა ცხინვალის უნივერსიტეტის მეხუთე კურსი იურიდიული ფაკულტეტის. და რამდენადაც ჩვენ ვიცით, ჯავახიშვილში გამოცდა არ ყოფილა სახელმწიფო. გვაინტერესებს, აქ უნდა იყოს თუ არა რამდენად რეალურია. იძახიან, რომ უნდა იყოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. გასაგები, დიდი მადლობა კითხვის. როდის დაამთავრა წესით, ივნისში უნდა დაამთავრებინა თუ კი, მეხუთე კურსის სტუდენტი ალბათ. თუ ეხლა ამთავრა. დაამთავრა, თქვა რომ მეხუთე კურსის სტუდენტი იყო და დაამთავრა. არა, თუ დაამთავრა, გამოცდები უკვე უნდა ყოფილიყო. ესე იგი, ეს არის თვითონ უნივერსიტეტების გადასაწყვეტი, ზოგიერთი უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას და არ ატარებს ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო გამოცდას და აკადემიურ ხარისხს ანიჭებს, ასე ვთქვათ, მთლიანად სწავლის განმავლობაში მისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, ზოგიერთმა სხვა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გადაწყვეტა და ჩაატარა სახელმწიფო გამოცდები, მაგალითად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ცხინვალის უნივერსიტეტის შემთხვევაში ეს არის გადაწყვეტილება მისაღები თვითონ უნივერსიტეტის მიერ. დიახ, და რადგან საუბარი ჩამოვარდა, თქვათ, უმაღლეს სასწავლებლებზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც აკრედიტაცია ვერ გაიარა და რომელიც აპირებს, თქვათ, მიიღოს კიდევ მონაწილეობა და ცხინვალის უნივერსიტეტი. აი, როგორი პარალელების გავლება შეიძლება, რამდენად არსებობს ჩვენს რეგიონში რესურსი იმის, რომ მოსწავლემ მიიღოს, ასე ვთქვათ, სათანადო უმაღლესი განათლება. ძალიან აქტუალური კითხვა არის, მაგრამ მე ვშიშობ, რომ დღეს არ გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა ამ უმწურავი პასუხი გავცეთ ამ კითხვას. სანამ არ ჩატარდება პროგრამული აკრედიტაცია, ანუ სანამ თითეული პროგრამის ხარისხი არ იქნება შეფასებული შესაბამისი სპეციალისტების მიერ. ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიახ, გორის უნივერსიტეტმა სამწუხაროდ ვერ გაიარა აკრედიტაცია. წელს ისინი ცდიან კიდევ ერთხელ გაიარონ 28-მდე არის ვადა. საბუთების მიღების თქვა დღეს მეკითხებოდა ერთ-ერთი მშობელი, აი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მშობელი, რომ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მეორეთაც ვერ გაიარა. მე
ესე პირველ რიგში მინდა გამოთქვა იმედი, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ თუ იქ რეალურად არ გამოსწორდა ვითარება შანშანლის შემდეგ, ბუნებრივი შედეგი იქნება ისეთივე, როგორიც იყო შარშან. ამ შემთხვევაში ალბათ თითოეულმა სტუდენტმა და მისმა მშობელმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ერთ-ერთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სტუდენტების გადასვლა არააკრედიტებულიდან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ გადასვლის წესი უკვე მიღებულია სამინისტროს მიერ ის ალბათ ორშაბათს გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. მე მოკლედ ვიტყვი რა არის ამისათვის საჭირო. ამისათვის არის საჭირო პირველ რიგში მიმღები უმაღლესი სასწავლებლის თანხმობა და იქ უნდა იყოს აკრედიტაციით მიერ დადგენილი ადგილების რაოდენობა, ვაკანტური რაოდენობა იმისათვის, რომ მათ მიიღონ დამატებით სტუდენტები, ანუ სტუდენტი ერთი სასწავლებლიდან მეორეში გადავიდეს. მეორე არის ის, რომ მიმღებმა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა შექმნას წერილობითი დასკვნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ იმ უმაღლესი სასწავლებლის პროგრამები, საიდანაც გადმოდის სტუდენტი, შეესაბამება ამ მიმღები უმაღლესი სასწავლებლის პროგრამებს და მესამე კრიტერიუმი იქნება ის, რომ ალბათ მიმღები უმაღლესი სასწავლებელი რაღაც გამოცდას ჩააბარებინებს, ესე იგი, ეს იქნება გასაუბრების სახით თუ? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ესე იგი ეს დებულება მოითხოვს, რომ იყოს წერილობითი, ესე იგი წერითი გამოცდა და რატომ? იმისათვის, რომ ყოველგვარი, თქვათ, გაუგებრობის წარმოქმნის შემთხვევაში დამოუკიდებელ მიუკერძოებელ კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ შეამოწმოს ნაწერი და დარწმუნდეს იმაში, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ობიექტურად. დიახ. კიდევ ერთ ტელემაყურებელს მოვუსმინოთ. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. კარგით. გასაგებია და მოდით დაუბრუნდეთ მაშინ ისევ სკოლები და სამეურვეო საბჭო. რამდენად ამართლებს სამეურვეო საბჭოები გაამართლებს ამდენად იმედი, სამინისტროს იმედებს, ასე ვთქვათ, რამდენად წარმატებული იქნება ეს, როგორ ის პრიორიტეტები ვთქვათ, რაც დაისახა განათლების სამინისტრომ, რამდენად იქნება რეალობაში ახდენილი. მოდით ვთქვათ ასე, ეს კი ჩვენი მიდგომის და კანონის ამ შემთხვევაში ეს არ არის, აღარ არის უკვე ჩვენი, ეს არის კანონის მიდგომა. ზოგად განათლების შესახებ კანონის მდგომარეობს იმაში, რომ სკოლები გახდნენ დამოუკიდებელნი გადაწყვეტილების მიღებაში იმ ნაწილში, რაც შეეხება ფინანსებს და ადმინისტრაციას და რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათვე აიღონ პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აი ის პირველი ნიშნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს მხოლოდ პირველადია და ბუნებრივი საჭიროებს შემდგომ შესწავლას, გვეუბნება, რომ სკოლების ერთმა ნაწილმა ჯერ ვერ ვიტყვით, რამდენად დიდია ეს ნაწილი, მაგრამ ეს ნამდვილად არსებობენ ასეთ სკოლები, მთლიანად გაიზიარა პასუხისმგებლობა. ანუ ისინი სარგებლობენ დამოუკიდებლობის და გაზრდილი დაფინანსების სიკეთეებითაც და ამავე დროს გაუჩნდათ პასუხისმგებლობას. აი ეს გვაფიქრებინებს, რომ სკოლის თვითმმართველობის მოდელმა, ანუ სკოლის მიერ არჩეული პედაგოგების და სკოლის მშობლების მიერ არჩეული მშობელთა ჯგუფის და ერთი უფროსკლასელის მიერ დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭო სწორედ აი ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვალული. ანუ სულისკვეთება, რომელიც არის თავისუფლების მაღალი ხარისხი და აგრეთვე პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოდელმა უნდა გაამართლოს. ამ მოდელმა უნდა გაამართლოს ვინაიდან ის არაჩვეულებრივად კარგად შეესაბამება ახალ სასწავლო პროგრამებსაც. მედან ის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის პილოტირებაც დღეს მიმდინარეობს 100 სკოლაში, მათ შორის გორის რაიონის 2 სკოლაში. და პირველი შედეგები გვაჩვენებს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთიანი მთელი ერისთვის და მთელი სახელმწიფოსთვის, მაგრამ თითოეულ სკოლას შეუძლია გამონახოს მისი ინდივიდუალური პროექცია ამ კონკრეტულ სკოლაზე. და სწორედ აი ამ სკოლისთვის დამახასიათებელი უნიკალური ეროვნული სასწავლო უკვე სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის, რა თქმა უნდა, საჭირო არის უკვე მთლიანად ძალისხმევა, რომელიც ქვემოდან ზევით მოდის. ანუ არც ერთ ქვეყანაში განათლების რეფორმა არ განხორციელებულა წარმატებით იქ, სადაც ის ზევიდან ქვევით არის ნაკარნახევი.
ნუ ამ შემთხვევაში სამინისტროს ფუნქცია, ცენტრალური პოლიტიკური ორგანოს ფუნქცია არის პოლიტიკის განსაზღვრა, მაგრამ მისი განხორციელება რა თქმა უნდა ხდება ქვევიდან და იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვყავს სასკოლო საბჭოში ყველაზე მეტად დაინტერესებული ადამიანები, ვინ არიან პედაგოგები, რომლებიც თავისი ცხოვრების 10 წლეულობით არიან დაკავშირებული სკოლასთან და მეორეს მხრივ მშობლები, ვისაც სკოლაში ყავს ყველაზე ძვირფასი, რაც კი ამ ქვეყნად აბადია, საკუთარი შვილი და თვითონ ერთი უფროსკლასელი. აი, ამათზე მეტად ბუნებრივია დირექტორი, რომელსაც სამეურვეო საბჭო დაიქირავებს. აი, ამათზე მეტად დაინტერესებული, სისხლხორცეულად დაინტერესებული სკოლის წარმატებაში ძნელად თუ მოიძებნება ვინმე. კანონმა ძალიან მკაცრად და ნათლად განსაზღვრა, მკვეთრად და ნათლად განსაზღვრა მათი მოვალეობები, მათი უფლებამოსილებანი. სახელმწიფომ მისცა პრაქტიკულად გაორმაგებული დაფინანსება, ანუ ბურთი და მოედანი არის სკოლების ხელში. ბუნებრივია, ეს არ არის სტიქიური პროცესი. ანუ სამინისტრო ძალიან გეგმაზომიერად გააკონტროლებს ყველა პროცესს, რომელიც მიმდინარეობს სკოლაში. იქ თუ იქნება და იქნება ასეთი შემთხვევები, როდესაც არჩევნების დროს შეიძლება თქვა რაღაც შეფერხებები იყოს, ან ხარვეზები, ან გნებავთ პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ მცდელობა კანონის დარღვევისა. არც ერთი ასეთი მცდელობა არ დარჩება შეუმჩნეველი, მაგრამ თავარი არის, რომ ჩვენ გამოვათავისუფლოთ ხალხის ენერგია, ხალხის ინიციატივა და შემოქმედება, რომელიც მიმართული იქნება სკოლის კეთილდღეობისაკენ. ანუ ის, რაც უნდა გააკეთოს ცენტრალურმა მთავრობამ, ეს არის დაფინანსება, ეს არის სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის მოყვანა წესრიგში, ამაზე ალბათ ჩვენ ვისაუბრებთ. ეს არის ნათელი და სწორი კანონები და ნორმატიული ბაზა და ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები, ხარისხის სტანდარტები. ამის შემდეგ პრაქტიკული რეალიზაცია ყველაფერი ამის არის უკვე სკოლის პასუხისმგებლობა. სკოლის პასუხისმგებლობა, რომელიც შემოწმებული იქნება სამინისტროს მიერ. შესაბამისი ხა სამინისტროს სამსახური ეს იქნება მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრი, რომელიც სულ მალე ჩამოყალიბდება, რომელიც უკვე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე იქნება პასუხისმგებელი. ეს იქნება სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, რომელიც აგრეთვე ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ ორგანიზაციად და ის იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ თვალყური ადევნოს თუ რამდენად სწორად, რამდენად ზუსტად სრულდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები თითოეულ სკოლაში. და ეს იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი გენერალური ინსპექცია, რომელიც, ასე ვთქვათ, ფხიზელი და მეგობრული თვალით ადევნებს თვალყურს და ძალიან ფხიზლად რეაგირებს ყველა იმ შესაძლო, ასე ვთქვათ, გადაცდომაზე ან გადაცდენაზე კანონისგან, რომელიც ხდება ხოლმე სკოლებში. ეს ყველგან ხდება, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ უნიკალურები, მაგრამ თავარი არის ის, რომ ადამიანების ენერგია სწორი კალაპოტით მიმართული საკუთარი შვილების, საკუთარი სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისაკენ აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგებს. გასაგებია. ზარი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით. ალო. დიახ. საღამომშვიდობისა ბატონო კახა. გამარჯობა. ორი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. აქვს თუ არა უფლება მაგალითად ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა მე-10 კლასელ მოსწავლეს, რომელსაც ატესტატი არ ექნება, მაგრამ სურვილი აქვს ასეთი რომ გაიაროს ეს გამოცდები, თუ ექნება ამის უფლება და მეორე, რამდენჯერ აქვს ჩაბარების უფლება აბიტურიენტს, ზუსტად თქვენგან მინდა მოვიცნინო. გასაგებია, მადლობ კითხვისთვის. მე-10 კლასის, მე-9 კლასის, მე-6 კლასის და ასე შემდეგ ყველა სხვა კლასის მოსწავლეს არ აქვს უფლება რომ მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც აქვთ შესაბამისი დოკუმენტი სრული ზოგადი საშუალო განათლების მიღების შესახებ. ხოლო რაც შეეხება რაოდენობას, ეს რაოდენობა არ არის შეზღუდული, რამდენჯერაც სურს, მას იმდენჯერ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ერთიან ეროვნულ გამოცდებში. სხვათა შორის ეს შეიძლება შეეხოს იმ აბიტურიენტებსაც, ვინც თქვა წარუმატებლად მიიღო მონაწილეობა წინა წელს, მაგრამ შეიძლება შეეხებოდეს იმ ადამიანებსაც, ვინც წარმატებით მიიღო, მაგრამ თქვა არ არის საკონკრეტო ვარიანტი. რომ ან სახელმწიფო დაფინანსება ვერ მიიღეს, ან ვერ მოხდნენ იმ სპეციალობაზე და იმ ფაკულტეტზე, სადაც მათ სურდათ, მათ შეუძლიათ კიდევ ერთხელ სწავლონ ბედი.
მე მითხრა შეიძლება ბევრი ტელემაყურებლის კითხვას გაიცეს პასუხი, მოდით კიდევ ერთ მათგანს მოვუსმინოთ. დიახ, მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ ბატონო კახა. ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენი საათი შეიძლება განსაზღვრული, რამდენი საათი მასწავლებელზე? კრიტერიუმი აი ესე იგი, რამდენი საათის იქით აღარ შეუძლია რომ აიღოს საათები სკოლაში. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ. რამდენი საათი უნდა ჩაატაროს მასწავლებლად? 20 საათი არის დადგენილი როგორც, ანუ ეს არის განაკვეთი, სრული განაკვეთი არის 20 საათი და ჩვენ აი ეს პრაქტიკა, როდესაც განაკვეთ ნახევარი ქონდათ, ორი განაკვეთი ქონდათ საკმაოდ ხშირად, რა თქმა უნდა ჩვენ ამ პრაქტიკაზე ვთქვით უარი, რომ სრული განაკვეთი არის 20 საათი და მას შეუძლია ქონდეს მაქსიმუმ 20 საათი. ხოლო რაც შეიძლება ანაზღაურების ზედა ზღვარს შემიძლია გითხრათ პირდაპირ არ არის შეზღუდული და რაც უფრო განვითარდება ის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც ჩვენ სკოლაში შემოვიღეთ, მით უფრო თვალსაჩინო და შესამჩნევი გახდება კონკურენციის მექანიზმიც და მათ შორის კონკურენცია წამყვან მასწავლებლებზე და თქვა იქ სადაც ამის შესაძლებლობა სულ ქალაქებში, მაგალითად გორში ადვილად მოსალოდნელია, რომ ქალაქის სკოლებმა დაიწყონ შეჯიბრი იმაზე, რომ გადმოიბირონ, ასე ვთქვათ, წარმატებული მასწავლებელი სხვა სკოლიდან, მინდა წარმატებული მასწავლებელი ნიშნავს სკოლის ავტორიტეტს, სკოლის ავტორიტეტი ნიშნავს მეტმოსწავლეს, უნებრივია იმ სკოლის სიმძლავრის ფარგლებში, რომელიც არის დადგენილი ტექნიკურ პასპორტით, ხოლო მეტი მოსწავლე ნიშნავს მეტ დაფინანსებას და უფრო ძლიერ სკოლას. ასე რომ განაკვეთი არის 20 საათი მაქსიმუმი, ხოლო ზედაზღვარი ანაზღაურების არ არის შეზღუდული. ეს არის დამოკიდებული სკოლის ბიუჯეტზე და მის უნარზე, რომ ეს ბიუჯეტი სწორად მართოს. გასაგებია. კიდევ ერთ ტელემაყურებელს მოვუსმინოთ. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს ბატონ კახასთან ასეთი. მე მშობელი ვარ მეოთხე პილოტირებული სკოლისა და მაინტერესებს ბავშვების შეფასება, ახლა ნიშნებით ხომ აღარ ხდება და მაინტერესებს იყო პირობითი ჩათვლა და წარჩინებული ჩათვლა და ეხლა ეს წარჩინებული ჩათვლა მე მგონი გააუქმეს თუ აღარ იქნება ასე და რანაირად იქნება ესე იგი წარჩინებული ბავშვების შეფასება მაინც საინტერესოა ან სწორია თუ არა ეს მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო ჩვენ არა გვაქვს უნიფიცირებული არ თავაზობთ სკოლებს შეფასების უნიფიცირებულ სისტემას. ზოგიერთმა სკოლამ წლევადელი წლიდან დაიწყო გამოყენება ეგრეთ წოდებული მრავალფაქტორიანი შეფასებისა, როდესაც მოსწავლე ფასდება არა მხოლოდ მისი რომელიმე ერთი უნარის მიხედვით, მაგალითად იმ უნარით, რომ გამოვიდეს და კარგად მოყვეს გაკვეთილი. არამედ სხვადასხვა უნარებით, ეს შეიძლება იყოს ერთი უნარი, თქვათ, წარმოჩენის უნარი და წარმოსახვის უნარი, ანუ პრეზენტაციის უნარი, მეორე შეიძლება იყოს მოსწავლე არ იყოს ძლიერი პრეზენტაციაში, მაგრამ იყოს ძლიერი წერით უნარებში და მას შეძლოს მაღალ დონეზე შეასრულოს წერითი დავალება. მესამე არის ეს აქტიურობა გაკვეთილზე და ასე შემდეგ. ანუ ზოგიერთმა სკოლამ დაიწყო აი ასეთ და ბავშვები აგროვებენ ქულებს და აი ამ ქულათა ჯამი საბოლოო ჯამში აისახება მის ნიშანში. ასე რომ მე არ ამგონია რომ ჩვენ ნამდვილად არ გამოგვიცია რამე ინსტრუქცია, რომ თქვა ყველა შეფასების სისტემა იყოს ერთგვაროსადმე ან ნიშნები გაუქმდეს და მხოლოდ ჩათვლები იყოს ან პირიქით. არ ჩვენ ვთქვით რომ არსებობს მიღწევის მიზნები, ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის მიზნები, ყველა საფეხურისა და ყველა კლასისა და ყველა საგნის მიხედვით, ხოლო როგორ მიაღწევს ამ მიზნებს და შესაბამისად რა შეფასების რა სისტემას გამოიყენებს სკოლა ან პედაგოგი, ეს არის სკოლის ან პედაგოგის გადასაწყვეტი. ჩვენი როლი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ შეთავაზება და რეკომენდაცია რაღაც სისტემებისა, რომელმაც მაგალითად კარგი შედეგი მივიღეთ რომელიმე სკოლაში, რომელიმე კონკრეტულ სხვა სკოლაში და შეიძლება აი ამ რესურს ცენტრების მეშვეობით სწორედ შევთავაზოთ სხვა სკოლებს, რომ ხომ არ ცდიან ასეთი რამის გამო. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის ერთი წარმატებული სკოლების გამოცდილების გამოყენება სხვა სკოლებში, მაგრამ ისე რომ უნიფიცირებულად ვინმემ დაუშვას ინსტრუქცია, რომ აი
ასე თქვა 10 ბალიანი სისტემა იყოს ან 5 ბალიანი ან ჩათვლებით ან ზოგიერთ სკოლაში სხვანაირად წერენ თქვენ რაღაც პირობითი აღნიშნები აქვთ თუ ზღარბი არის ცუდია და თუ ბაჭია უკეთესი ნიშანი ასეთი რამ არ იქნება ჩვენ აი ამ უნიფიცირებული ერთგვაროვანი სისტემიდან მივდივართ მრავალფეროვანი სისტემისაკენ რომელსაც აერთიანებს მიზნები ერთიანი ეროვნული ესე იგი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მიზნები ამ მიზნისაკენ მისასვლელი გზა შეიძლება იყოს ზუსტად იმდენი რამდენიც გვაქვს სკოლა და რამდენიც გვაქვს პედაგოგი და მაინც განათლების სისტემაში მიმდინარე ეს რეფორმებიდან რომელიც თვითონ მინისტრს ყველა წარმატებულად მიაჩნია მოდი ვთქვათ ასე იმ უშუალო შედეგის მიხედვით რომელიც ჩვენ გვაქვს აი დღეს 2005 წლისთვის ყველაზე სისტემური ცვლილება დადებითი საზოგადოების შეფასების მხრივ ამბობ მე ჰქონდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ერთი ნაწილი რეფორმის ეს არის სწორედ ხიდი სკოლასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ანუ ეს ხიდი ჩვენ აღვადგინეთ ის არის კარგი გამართული და ზუსტად ატარებს იმ ადამიანებს ვინც ამას იმსახურებენ მაგრამ ეხლა ჩვენი ამოცანა არის ერთის მხრივ სასკოლო გარემოს მოწესრიგება იურიდიული, ფინანსური, მართვის, პროგრამის, მასწავლებელთა კვალიფიკაციის თვალსაზრისით მეორეს მხრივ უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მოწესრიგება ისე რომ ის იყოს აბსოლუტურად თანამედროვე და შესაფერისი და შესაბამისი თანამედროვე ევროპულ ტენდენციებთან. მესამე დიდი ბლოკი ეს არის რომელიც დაკავშირებული არის უმაღლეს განათლებასთან ეს არის მეცნიერების რეფორმა. ანუ საბოლოო ჯამში მთლიანად ეს ჯაჭვი როდესაც იქნება წარმატებული, მაშინ შეძლებს საზოგადოება თქვას, რომ მთლიანობაში ეს რეფორმა იყო წარმატებული. თუ ცალკეულ კომპონენტებზე ვისაუბრებთ, ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები და მნიშვნელობით მეორე ალბათ არის აი ეს დაფინანსების ახალი სისტემა. სახეცვლილი და გაზრდილი დაფინანსება. მესამე მე ვფიქრობ მომავალ წელს იქნება თუ შეიძლება გავაგრძელოთ თქვენი კითხვა, მესამე იქნება მომავალ წელს ალბათ ორი რამ. ერთი ეს არის პროფესიული მომზადების ცენტრები, რომელსაც ჩვენ მომავალ წელს შევქმნით, რამდენიმეს, ანუ ეს არის თანამედროვე პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება მისვლა და სხვადასხვა ხანგრძლივობის პროგრამების გავლა და პროფესიის დაუფლება. სათვის რომ მან შრომის ბაზარზე შეძლოს გასვლა, შეძლოს სამუშაო ადგილის პოვნა. და მეორე მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, მნიშვნელობით არა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სკოლების მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაციის პროგრამა. ანუ ალბათ მაყურებელმა თუ ნახა, აი ის ხარისხი სკოლის აღდგენის, როგორც ჩვენ დღეს დავინახეთ ვარიანტში, აი ამ ხარისხის იქნება ყველა საქართველოს ყველა ზოგად საგანმანათლებლო სკოლა 3 წელიწადში, მაგრამ მომავალ წელს ჩვენ ამ პროგრამას ვიწყებთ მასშტაბურად, ასე რომ ალბათ ეს ორი იქნება მნიშვნელოვანი. გასაგებია, ტელემაყურებელს მოვუსმინოთ. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. გასაგებია. და ჩვენ ვისაუბრეთ კარგ ხარეზზე, ასე იგი, იმით ვინც არის მინისტრი კმაყოფილი და თუ იყო რამაც გამოიწეს შედეგი, რომელსაც არ ელოდით, გამოიწვია რაღაცა უკმაყოფილება, თუნდაც იგივე სკოლების, იგივე პედაგოგების მხრიდან და რომელიც შემდეგ ან შეცვალეთ, ან თუ თავად არჩით უკმაყოფილება, რომ ეს შეიძლებოდა უფრო სხვანაირად გაკეთებულება. მე ვთქვათ როდესაც ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, რომ სად ველოდით უფრო დიდ შედეგს და სად იყო სასურველი უფრო დიდი ხელშესახების შედეგი, პირველ რიგში მე ვამბობ, ეს არის არაქართულენოვან სკოლებში წინსვლა. ახლა მეორე კითხვა არის, ვთქვათ, ეს წელიწადსა და 8 თვეში რამდენად შესაძლებელი იყო ხელშესახები პროგრესი ამ სკოლებში, მაგრამ ფაქტია, რომ აი იქ მოვლენები ჩამორჩება ერთი ნაბიჯით იმას, რაც ხდება დანარჩენ სკოლებში და ჩემი სურვილი იქნებოდა და ჩვენი ენერგიაც აქეთკენ არის მიმართული, რომ ტემპი აკრიფოს რეფორმამ ახლა იქ პირველი პრობლემა არის სახელმწიფო ენის დაუფლება. და ამაზე უნდა დავაშენოთ ყველაფერი. სხვა აი სწორედ აი ახლა ხან გამოიცა მალე ალბათ ამ დღეებში შედგება პრეზენტაცია ქართული ენის სახელმძღვანელოს, ეს არის სრულიად ახალი ტიპის სახელმძღვანელო შექმნილი არაქართულენოვანი სკოლებისთვის, მას თავთავი ქვია
და ის არ არის კლასების მიხედვით და ასაკის მიხედვით დაყოფილი, არამედ ის არის ენის ცოდნის დონეების მიხედვით დაყოფილი. ეს არის პირველი დონის სახელმძღვანელო გამოიცა, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ თქვა, ამ სახელმძღვანელოთი ქართული ენის ათვისება შეუძლია პატარა ბავშვსაც, რომელიც არ საუბრობს ქართულად და ზრდასრულ ადამიანსაც. უბრალოდ ეს არის დამწყებთათვის, ქართული დამწყებთათვის. მეორე რაც ჩვენი აზრით, ვთქვათ, ერთი ნაბიჯით, ერთი ფაზით ჩამორჩება რეფორმებს, ეს არის თუნდაც ტერიტორიული ორგანოები. რაც შეეხება მასწავლებელთა უკმაყოფილებას, მე ვიტყოდი ასე, რომ ის თუ როგორ მუშაობთ ჩვენ ყველა სარეფორმო ღონისძიებაზე, გულისხმობს მასწავლებელთა 100%-იან ჩართულობას. ანუ ჩვენ პრინციპულად ვთქვით უარი, ვთქვათ, აი ამ წინა წლების და საბჭოთა პრაქტიკაზე, რომ დასხდებიან ვიღაც ძიები, ვისაც საკუთარი თავი ძალიან ჭკვიანებად მიაჩნიათ, გნებავთ სამინისტროში, გნებავთ სხვაგან, დაწერენ რაღაცას და მერე მისცემენ ამას შესასრულებლად სკოლებს. ეს პრინციპულად არასწორია და ჩვენ თვით უარი. ყველა ჩვენი ნაბიჯი არის, ასე ვთქვათ, სისტემა. მაგალითად, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის ასე ვთქვათ, აი გამოცდა ჩვენ დავიწყეთ სადღაც მარტში 2004 წლის აპრილში. ეს შეიქმნა დოკუმენტი თვითონ პედაგოგების მონაწილეობით პროექტის სახით და შემდეგ დაეგზავნა საქართველოს უკლებლივ ყველა ზოგად საგანმანათლებლო სკოლას. და ჩვენ მივიღეთ გამოხმაურებები ამ სკოლათა უმრავლესობას. არა ყველა სკოლიდან, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ არ გამოხმაურებოდა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობიდან მივიღეთ გამოხმაურება. გავაანალიზეთ, ყველა იქ იყო უამრავი კრიტიკული შენიშვნაც და იყო პოზიტივიც, იყო შენიშვნებიც და იყო კორექტივებიც. ჩვენ გავაანალიზეთ ყველაფერი, სხვათა შორის ამაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულები და შემდეგ ამ დოკუმენტმა მიიღო საბოლოო სახე. ანუ ამით რითი თქმა მინდა, ჩვენ არ ვუმზადებთ სიურპრიზებს ჩვენს პედაგოგიურ საზოგადოებას. ბუნებრივია, არის მთელი რიგი რაღაცები, რაზეც ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ ყოველი შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს მოსინჯული და გამოცდილი მთელ პედაგოგიურ საზოგადოებაში. ასე იყო ეს, როგორც მოგახსენეთ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე, ასე არის ეს ისეთ უმნიშვნელოვანეს ორ დოკუმენტზე, როგორც ერთი არის ეროვნული სასწავლო გეგმა და მეორე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონცეფცია, რომლის განხილვა სწორედ აი ამ დღეებში დასრულდა სკოლებში. დღეს ხო შორის მე ვკითხე რამდენიმე სოფლის საკრებულო სკოლის პედაგოგებს და ყველამ თქვა ჩვენ ვიცნობთ ამ კონცეფციას და ჩვენი შენიშვნები გამოგიგზავნეთ. ასე რომ მათი უკმაყოფილებაც ან კმაყოფილებაც, მხარდაჭერაც, კრიტიკაც და შენიშვნებიც არის ჩართული აი ამ პროცესში და ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ამ პროცესის ორგანიზება და სწორი წარმართვა სწორედ ჩვენი, ასე ვთქვათ, აი ამ დოკუმენტების სიძლიერის და მათი სიცოცხლის უნარიანობის საწინდარია. გასაგებია. მადყოფინებენ რომ ზარია პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობისა. ბატონო კახა, მაინტერესებს თუ გაქვს მიღება საერთოდ მოსახლეობასთან და როგორ ხდება მიღება თქვენთან? მიღება მაქვს სამწუხაროდ უფრო იშვიათად ვიდრე მე ეს ამის სურვილი იქნებოდა. ამის კომპენსირებას ვცდილობ იმით, რომ ხშირად პრაქტიკულად ყოველ კვირას ვარ რომელიმე რეგიონში და რაიონში ქვეყნის ზოგადად ჩაწერა ხდება, თქვენ უნდა დარეკოთ სამინისტროში და ჩაეწეროთ თანაშემწეებთან რომელიმე სამშაბათს ან პარასკევს, სამშაბათს და პარასკევობით არის ხოლმე მიღების დღეები, როცა მოვახერხებთ. მე ვერ შეგვირდებით რომ ეს იქნება ერთ კვირაში, მაგრამ შეძლების დაგვარად იქ არის საკმაოდ დიდი რიგი. შეძლების დაგვარად მე ვხვდები ბუნებრივი ადამიანის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ არის ისეთი რამ როგორც იყო თქვა ამას წინ არ უნდა და ამის თქმა, ნუ არის ზოგჯერ კონფიდენციალური პერსონალური ინფორმაცია, თუ ეს ასეთი რამ არ არის, თქვენი თხოვნის ან მოთხოვნის შესასრულებლად უპრიანი იქნებოდა თქვენ წერილობითი განცხადება შემოგეტანათ სამინისტროში. მასზე მუშაობა დაიწყება იმავე მომენტიდან, იმავე დღიდან, როდესაც ის დარეგისტრირდება და ამასობაში დალოდებოდ თქვა თქვენ რიგს მიღებას. გასაგებია. და მოდით ვისაუბროთ იმ სოფლებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, სულ გარემოცვაში არიან, ანუ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა. ნუ ცენტრი თავისთავად ხარდია იჩენს ყურადღებას.
ნუ ხეობის მოსახლეობას და ხეობის მოსწავლეობელ მოსწავლეებს ასე ვთქვათ. მაინც ამდენად ადვილი იყო რეფორმების გატარება ოსური გარემოსვის სოფლებში, რომელიც ქართული სოფლები არის. მე თავისუფლებას მიცემ, რომ შეგისწოროთ, ეს არ არის ქართულ-ოსური კონფლიქტი, ეს არის კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, ეს არ არის კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის, უამრავი ოსი ცხოვრობს. ზონას ქვია ასე. ზონას ქვია ცხინვალის კონფლიქტის, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონა, ეს იქნება ალბათ სწორი. მაპატე ჩენიშნისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. რაც შეეხება ამ ზონას, ეს არის ხეობები, ორივე ლიახვის ხეობა და ფრონის ხეობა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხეობების თითქმის ყველა საშუალო სკოლაში ვარ დამყოფი. შარშან ჩვენ შემოვიარეთ ყველა ეს სკოლა, შევხვდით ესე მე თუ არ ვარ დამყოფი, აუცილებლად რომელიმე ჩემი მოადგილე არის დამყოფი. ამ სკოლებში ჩვენ ჩავიტანეთ წიგნები, სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. ანუ დღეს 24 საშუალო სკოლა არის აი ამ კონფლიქტის რეგიონში და ყველგან არის კომპიუტერული კლასი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტნაკლებად შეიძლება მთლიანად 100%-ით არა, მაგრამ საკმაოდ კარგად ხოლმე გაცილებით უკეთ ვიდრე სხვა რეგიონებში ვიცნობთ პრობლემებს. როგორ მიმდინარეობს? რა თქმა უნდა, ისევე რთულად, როგორც არის როგორც ეს სხვა სკოლებში, მაგათ სოფელ ნულის სკოლაში ვიყავით წლის დასაწყისში და გვაჩვენეს კიდევაც ის ადგილების რომლებიც სკოლას ნატყვი არის საიდანაც თქვათ ესროდნენ სკოლას, თამარაშენის სკოლის მაგალითი მისათვის საკმარისია, მაგრამ ეს დაძაბულობა, რა თქმა უნდა, დამატებით პრობლემებს ქმნის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავითარი პრინციპული წინააღმდეგობა და წინააღმდეგობა, თქვათ სასკოლო პროცესს არ აქვს, აქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ვისაც აი ღია და მწვავე კონფლიქტმა ვერ მოაცვლევინა ფეხი თავისი სოფლებიდან, მშობრიული სოფლები თავისი მიწაწყლიდან და ეხლა ეს გაყინული კონფლიქტი მით უმეტეს ძრას ვერ უზამს მას, მაგრამ აი სამშვიდობო გეგმა, ეგრეთ წოდებული საგზაო რუკა, რომელიც გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა და იქნა მოწონებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა და რაც ბოლო მოვლენა მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ის უშუალოდ ჩაერთოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში, ყველას გვაძლევს იმედს, რომ ეს მდგომარეობა განიმუხტება და არა დროებით, არამედ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში იქნება ნაპოვნი გადაწყვეტილება და ეს დადებით ზეგავლენას მოახდენს ამ სკოლებზე, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მინდა გითხრათ, რომ სასკოლო პროცესს, მის მდგრადობას და რეფორმებსაც მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აი ლიახვის ხეობის სკოლებში სამჯერ ჩავატარეთ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ანუ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა მნიშვნელობა აქვს ეს თითეულ მხარდაჭერის ნაბიჯს აი ამ რეგიონში და ამ სკოლებში და ამიტომ ბუნებრივია ისინი ყოველთვის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების სფეროში არიან. დიახ, კიდევ ერთი ამჯერად უკვე ბოლო ტელემაყურებელი არის ჩვენთან პირდაპირ ეთერში. დიახ, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, ბატონო კახა, ეს შეკითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება. შარშან ამ დროისთვის უკვე იყო გამოსული ნიმუშები, რომლის მეშვეობითაც ესე ვთქვათ, მათ ჩაგვეპარებინა მისაღები გამოცდები. მაინტერესებს, ჯერჯერობით არ არის ეს ნიმუშები გამოსული და როდისთვის იქნება? და თუ შეიძლება კიდევ ერთი შეკითხვა, მეოთხე საგნის არჩევასთან დაკავშირებით. ჰუმანიტარული განხრის ბავშვებმა რომელი საგანი უნდა აირჩიონ? გასაგებია. პირველ კითხვაზე პასუხი არის 30 ნოემბერს, ანუ 4 შაბათია, თუ არ ვცდები, 4 შაბათს იქნება პრეზენტაცია ამ კრებულების 2006 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კრებულების პრეზენტაცია შედგება. შესაბამისად უკვე 4 შაბათიდან იქნება ხელმისაწვდომი, ზუსტად ისეთივე სისტემით, როგორც ის იყო შარშან. ანუ თითოეულ სკოლას ჩვენ ორ ეგზემპლარს ვუგზავნით და გარდა ამისა იქნება თავისუფალ გაყიდვაში ხელმისაწვდომ ფასად. ხოლო მეოთხე საგანს რაც შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და მისი ფაკულტეტი
არიან უფლებამოსილნი აირჩიონ მეოთხე საგანი ან არ აირჩიონ მეოთხე საგანი. ანუ შესაძლებელია ისე როგორც ჩარჩენ ჩვენ გვეყოლება ფაკულტეტები, რომლებიც სამი საგნით კმაყოფილდნენ, სამი სავალდებულო საგნით, ეს ზოგადი უნარები, ქართული ენა, ლიტერატურა და უცხო ენა. და იქნება ფაკულტეტები, რომლებიც აირჩევენ ამ სამის გარდა მეოთხე საგანს. გარდა ამისა, ფაკულტეტს აქვს უფლება, თქვა თუ ეს არის თქვენ ჰუმანიტარული ბრძანით, თუ ეს არის მაგალითად ჰუმანიტარული ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ფაკულტეტს აქვს უფლება, რომ თქვას, რომ მე მივიღებ იმ სტუდენტებსაც, ვინც 3-60-დან ერთად ჩააბარა საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, როგორც მეოთხე გამოცდა და იმ სტუდენტებსაც, ვინც 3-60-დან ერთად ჩააბარა ლიტერატურა, როგორც მეოთხე გამოცდა. და რაღაც კვოტებს დააწესებს, მაგალითად 50%-ს მივიღებ ამ სტუდენტებს და მეორე 50%-ს მეორე სტუდენტებს. ეს იქნება. მაგრამ ფაკულტეტს აგრეთვე შეუძლია თქვას, რომ მე მეოთხე გამოცდას არ ვთვლი საჭიროდ და ჩემთან მოვლენ ის სტუდენტები, ვისაც სამი სავალდებულო საგანი იქნება ჩაბარებული. სულ ცოტა მოთმინება და დეკემბრის ბოლოს ან იანვარში უკვე გამოქვეყნდება რომელმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და რომელმა ფაკულტეტმა შესაბამისად რა საგნები მიუთითეს, ანუ ვინ შემოიფარგლა სამით და ვინ მოითხოვა მეოთხე გამოცდა და თუ ეს ასეა, მაშინ რომელ გამოცდაზე არის საუბარი. დიახ, და ჩვენი საუბრის ბოლოს ერთი კითხვა მექნება, რა არის ახლა ამ ეტაპზე, აი დღესდღეობით, განათლების სამინისტროსთვის ყველაზე პრიორიტეტული დასაქმებლის ზოგადად მუშაობს თავისუფლად ხალხი ყველა თემაზე, მაგრამ აი ახლა უფრო აქტუალური რა არის? თუ ჩვენ ვსაუბრობთ ორკვირიან პერსპექტივაზე, შემიძლია გითხრათ 9 დეკემბერს ქუთაისში გაიხსნება სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. ზურაბ ჟვანიას სახელობის, მას გახსნის პირადად საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის სკოლა, რომელიც მოწოდებული არის, რომ ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას გაუზარდოს ახალი კადრები. ძირითადად ისინი იქნებიან ეთნიური უმცირესობების წარმომადგენლები, წარმოშობით აზერბაიჯანელები, სომხები, ოსები, აფხაზები და აგრეთვე მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. პირველი მიღება ეს არის 75 ახალგაზრდა, რომლებიც უკვე შერჩეულია საკონკურსო საფუძველზე და როგორც მოგახსენეთ 9 დეკემბერს ჩვენი უახლოესი გეგმა არის ეს. ხოლო რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, მე მოგახსენეთ, ეს არის სკოლების საყოველთაო მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია, ეს არის პროფესიული განათლების ცენტრების გახსნა, ახალი განათლების, ახალი ცენტრების გახსნა. ეს არის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2006 წლის და ეს არის დასრულება პროფესიული განათლების შესახებ კანონისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცება და შესაბამისად კანონის მიღება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, მოგ ინფორმაციის სახით ჩვენი საუბრის ბოლოს და გადაცემის ბოლოს მინდა დანამაყურებელს უთხრა, რომ ტელეკომპანია თეატრმა პირველი გრანტი რაც მიიღო, ეს იყო ფონდი ევრაზიაში თქვენი მუშაობის დროს, თქვენი მადლობლები ვართ და ამ დღესდღეობისთვის თავისთავად დიდი მადლობა იმისთვის, რომ მაშინაც და ახლაც გამონახეთ დრო და გამოძებდით ყურადღება. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისთვის და ყველაფერი ყურადღებისთვის, რაც თქვენ ჩვენს მიმართ გავა. დიდი მადლობა, თუ შეიძლება ორი სიტყვით დავამატებ, რაც მებრძე დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ დღეს დავათვალიერე მართლაც არაჩვეულებრივი შენობა და მე გამახსენდა თქვენ დარწმუნებული ვარ, მაშინ არ მუშაობდი ტელეკომპანია თრიალეთში, ეს ქალაქ ქარელის ფოსტის შენობაში იყო განთავსებული ეს ტელეკომპანია. რაც საბოლოო 7-8 წლის წინანდელი ამბავია და როგორ მიხარია, რომ ტელეკომპანია განვითარდა და გახდა რეგიონის მოსახლეობისთვის ალბათ ყველაზე სანდო საინფორმაციო წყარო. მე ვიცი, რომ გაცილებით მეტი უყურებს და უსმენს თქვენს ტელე და რადიო გადაცემებს და კითხულობს გაზეთ თრიალეთს, მე ვიღებ სხვათა შორის ამ გაზეთს რეგულარულად და ვკითხულობ. ეს არის მთავარი ხალხის ნდობა და თქვენი წარმატების წყაროც არის ხალხის ნდობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აწვდით ზუსტ ობიექტურ ინფორმაციას და ამისათვის ჩემგან როგორც რიგითი მოქალაქისგან მიიღეთ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.